დღეს ვამზადებ მშვენიერეს სალატს, მაგრამ პრინციპში ვერ ხვდები ამ ვიდეოსთან ეს რა შუაში არის. ჩემმა მაყურებელმა და გულშემატკივარმა ყველა მიცით, რომ მე წინა თვეში ვიყავი საბერძნეთში, კერძოდ ათენში ჩასული. იქ გადავიღე რაღაც ვიდეოები, რომელიც ჩვენ ავტვირთეთ წინა კვირით ჩემს YouTube არხზე. მე ვიყავი ათენში წასული ორი ტელეფონით ვაფიქსირებდი კადრებს, მაგრამ იქნა გამოვიდა რომ ერთი ტელეფონით გამიფუჭდა, რაღაც კადრები დაიკარგა და სრული ვიდეო, ესე ვთქვათ, არ გამოვიდა ის, რაც ჩვენ წინა კვირას დავდეთ. მაგრამ მე მწყდებოდა გული, რამოდენიმე ისეთი კადრი მქონდა აღებული, რომ ძალიან დამწყდა გული, რომ ეს კადრები ვერ მოხვდა წინა ვლოგში, ამიტომ აღვადგინეთ ამ ტელეფონიდან ამოვიღეთ ეგ კადრები და პატარა ახალი ვიდეო გამოვიდა. ანუ წინა ვიდეოს გაგრძელება და გაჩვენებთ ეხლა. The pimp game, sex with little kids. Word is out that it's good for the biz. Demand is high, supply is low. You need more sex, ain't got no more hoes. Where do you go? Down to the corner store. You need more loot, got you about 4. Little girls that don't know no better. You don't give a shit, you only focused on the cheddar. Money makes a nigga do crazy things. You strung him out on cocaine, taught him how to slang. The booty back and forth like a prostitute. 12 years old and he knocking the boots. Like professionals, grew to be profitable. Took him from the playground, made him touch not hoes. Broke him off some crumbs, relieved him like thumbs. Had him begging like bums, cause you wouldn't give him none. Heartless, we are living in darkness. In a world so heartless. We are living in ტაქსმა გააჩერა, გადავალ ლუდს ვიყიდიო. მეთქი საჭესთან როგორ შეიძლება ლუდის დალევა და ფეხებით, ხელებით ამიხსნა, რომ პოლიცია პრობლემა არ არისო. ისე რასაც მივხვდი, სერიოზული კორუფცია არის ამ ქვეყანაში. და მანქანებს რაც შეეხება, კიდე ჩვენ რო ვიცით ქართველებმა შეიძლება საჭმელი არ გქონდეს, სასმელი არ გქონდეს, ქირი ვცხოვრობდეთ, მაგრამ კარგი მანქანით რო დავდივართ. ჯერ წესიერი კარგი მანქანა აქ ვერ ვნახე. ყველა დადი ძალიან უბრალო პატარა მანქანით რა. საინტერესოა. ეხლა ზღვაზე მივდივარ მე. იმედია ძალიან დიდ თანხას არ მომთხოვს ტაქსი. ზღვაზე მივდივარ და თავისთავად იქ კადრებს ავიღებ და გაჩვენებთ. ჩვენთან ხო პოლიცია დადის შკოდებით. აქ ტაქსები დადიან. They got me chasing dreams. I'm an educated fool with money on my mind. Got my 10 in my hand and a gleam in my eye. I'm a loped out gangster, set tripping banker. And my homies is down, so don't arouse my anger. Fool, death ain't nothing but a heartbeat away. I'm living life to a die. What can I say? I'm 23 now, but will I live to see 24? The way things are going, I don't know. Tell me why are we? ესეც სანაპირო. მოკლედ, აქეთ ჩემს უკან არის მდიდრების დასახლება. მეგონა რომ აქ მაინც იქნებოდა რაღაც ისეთი განსაკუთრებული სახლები. ნუ ცუდი სახლები რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ აი ესენი, აი უნდა წაიყვანონ ნამდვილ ევროპაში რა. აი გონიოში, სარფში და მიხვდებიან, სად არის კარგი და ლამაზი სახლი. აი შედარებაც არ არის რა. აი მართლა გაოცებული ვარ რა. რა მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობ. დედას გებიცებით მართლა გაოცებული ვარ. სასაულ ქვეყანაში ვცხოვრობ რა. აი ეს არის მდიდრების დასახლება აქ, აი აქეთ რა. აი არაფერი ისეთი. მაგრამ ზღვა რო გითხრათ სიმართლე, ნამდვილად ძალიან ლამაზი არის. დავამატებდი და დავძენდი. სარფში უკეთესი არის. ოღონდ მართლა რა, რაღაც ისე ყეხარასავეთ გამუნდის, მაგრამ ნამდვილად ეგრე არის და აი დავაფასოთ ჩვენი ქვეყანა რა. ჩვენი ქვეყანა არის უმდიდრესი. ყველაფერი გვაქვს აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს რა და ყველაფერი არის მაღალი ხარისხის. და ჩვენ არ ვაფასებთ ამ ყველაფერს. ელემენტარული აი საბერძნეთში ეხლა, აი ათენში ვარ, დედაქალაქში წარმოიდგინეთ, ისეთი გზები არის, აი ჩემი მანქანით რავი აქ რო ვიარო, ალბათ ერთი კვირა გამიძმეც რა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ტრასები გვაქვს, გზები გვაქვს. აი არ ვიცი რა. ის აქ საბერძნეთის დედაქალაქში არ არის. გულწრფელად გეუნებით რა, ნამდვილად ეგრე არის. და მიკვირს. ნუ არ შევადარებ გერმანიაში ძალიან მაგარი გზები არის და გერმანია ძალიან მაგარი დასახლებული პუნქტი არის, სოფლების კი ისეთი მაგარი აქვს, რომ რავი, არც დაგვესიზმრება ალბათ, მაგრამ ჩვენი ქვეყანაც რაღაცეებში არ ჩამორჩება. დავაფასოთ ჩვენი ქვეყანა რა. მოვსინჯე
ჩავედი, ძალიან მარილიანი არის. რომ გითხრათ, რომ ცუდი ზღვა არის არა, მაგრამ სარფის ნამდვილად ჯობია. ეგეოსის ზღვა 214,000 კილომეტრ ფარდობზე არის გადაშლილი. წარმოიდგინეთ და ყველაზე მაქსიმალური სიღრმე არის დაფიქსირებული 3543 მეტრი. აი წარმოიდგინეთ, როგორი საოცარი ზღვა არის ამ ხრივ. აი როგორც იქნა მოვაგენი ჩემს ადგილს. რა სუფთა წყალი არის ბიჭო, აი ძალიან მაგარია. აი ადგილი, ამას კი არის. ძალიან სუფთა წყალი არის და ძალიან ღრმაა და ნამდვილად ეხლა არ დავკარგავ დროს და შევსურავ. მოკლედ ის გადაგვჩენია ჩვენ ეხლა აქედან გადავინაცვლოთ და დავაგემოვნოთ აქაური ზღვის პროდუქტები. იმიტომ რომ ეგ აუცილებლად უნდა დავსინჯოთ. ისე საბერძნეთიდან ვერ წავალ, ეგ არის გამორიცხული. ეს არის ვულაგმენის ტბა, სამკურნალო. აი აქ ჩასვლა ღირს 50 ევრო. ხო და ესე ეძახიან რომ რაღაც სამკურნალო ასე ვთქვათ წყალი არის აქ. და ძალიან ლამაზი ჩასასვლელიც აქვს სხვათა შორის. აი აქედაც რა ლამაზი არის. მშვენიერი არის. კარგი ადგილი არის ნამდვილად. მე მგონი აქ ჭრიჭინების რაოდენობამ გადააჭარბა ლეჩხუმის და რაჭის ჭრიჭინების რაოდენობას. ძალიან ბევრი არიან. სხვათა შორის ძალიან მაგათ სიამოვნებს მე ეგ ხმა. რაღაც ბავშვობასთან, სოფელთან ასოცირდება ჩემთვის ბუნებასთან და ბუნების სიყვარულთან. აი ძალიან მაგარი არის, აი. უბრალოდ მე დროში შეზღუდული ვარ ეხლა და ვიდეო ძალიან ბევრს ვერ გადავიღებ, მაგრამ ნუ პრინციპში ახლოს მივალ ტბასთან და მაინც გაჩვენებთ. ესეც საბერძნეთის დედაქალაქი. მაპატიეთ, მეგობრებო, მაგრამ უნდა დამაფიქსირებია აუცილებლად რა. პირველი ნაწილი დევს და გადახედეთ. იმედია მოგეწონათ ვიდეო. გამოიწერეთ აუცილებლად ჩემი არხი და შევხვდებით შემდეგ ვლოგში.